ხშირად მეკითხებიან, რითი ვიღებავ მე ჩემს თმას. როგორც ჩანს, მოგწონთ ჩემი თმის ფერი და დიდი მადლობა. თმას ვიღებავ სითიმოლის პოდიუმში საზასთან და კვირაში ორჯერ თმას ვივარცხნი მაკასთან. არ არის აუცილებელი, რასაკვირველია, კვირაში ორჯერ დაივარცხნო, ზოგჯერ სამჯერაც ვივარცხნი, მაგრამ ჩემი სამსახურიდან და ჩემი აი ამ აქტიურობებიდან გამომდინარე, ხშირად მჭირდება, რომ ეს თმა მქონდეს მოწესრიგებული და ამიტომ დავდივარ მაკასთან, რომელიც არაჩვეულებრივად ვარცხნის თმას. რომელი საღებავით მიღებავ საზა? არ ვიცი ნამდვილად, შეგიძლიათ შეეკითხოთ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ერთი და იგივე საღებავი სხვადასხვა ფერის თმაზე სხვადასხვანაირად ჩდება და მაგალითად მე ბავშვობიდან მაქვს ღია ფერის თმა და აქედან გამომდინარე ის რაც მე მიხდება შეიძლება ჩემზე მუქ თმას არ მოუხდეს როგორ მოუხდეს, მაგრამ სხვა ფრად შეღებოს. მე ვიკეთებ მელირებას წელიწადში ორჯერ და ინტერვალებში პერიოდულად ვიღებავ მხოლოდ ძირებს. ზოგჯერ ზაზა მიღებავ, ზოგჯერ მაკას ვაღებინე. ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ თუ თმას არ უვლი, თუ თმა არ არის მოვლილი და კარგი ხარისხის, ამ შემთხვევაში, რაც არ უნდა კარგი ხარისხიანი საღებავით შეიღებო, ის არ იქნება ლამაზი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ უვლით თმას. მე როგორ უვლი, ამას მოგიყვებით, დაახლოებით 3-4 დღეში ერთხელ ვიბან თმას, კვირაში 2-3 და ვიბან ჩვეულებრივი შამპუნით. ჩვეულებრივს მე ვეძახი, აი ესეთი შეიძლება ითქვას ბიუჯეტური, აი 90-იანი წლებიდან შემიყვარდა, მაშინ რომ შემოვიდა ეს ელსები და ანტინი და რაღაცა ეს ბრენდები, კონდიციონერსაც იგივე შამპუნებიდან და კვირაში ერთხელ, თვეში 3-4 დაახლოებით აუცილებლად ვიკეთებ თმის ნიღაბს. და ნიღბის სახით ხმარობ მაგალითად Body Shop-ის ნიღაბს, შიას ძალიან მომწონს, მაგრამ აი ამ ბოლო ჯერზე ვიყიდე აი ეს ნიღაბი, ზუსტად სახელი არ მახსოვს იქ აწერია და ძალიან მომეწონა.